მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე ისწავლე ყველაფერი კომპიუტერზე. დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია ძალიან მარტივად ვებსაიტებზე არსებული ძალიან გამაღიზიანებელი და მოსაბეზრებელი პრობლემის მოგვარება. ეს პრობლემა უკავშირდება მეგობრებო სხვადასხვა ვებსაიტზე არსებული ეგრეთ წოდებული მე არ ვარ რობოტის სისტემის მოშორებას, ანუ ეგრეთ წოდებული Google CAPTCHA-ს ფუნქციის მოშორებას. ამ ყველაფრის შესასრულებლად ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული აპლიკაციის დაყენება ბრაუზერზე, რომლის გამოყენებითაც მსგავსი სახის Google CAPTCHA-ს მომენტები ავტომატურად შეივსება სწორი პასუხით, რა თქმა უნდა, და ძალიან მარტივად ერთ დაკლიკებაში მოიშორებთ მას, რის შედეგადაც თქვენ უკვე შეძლებთ ნებისმიერი ვებ საიტის ან ვებ სერვისის გამოყენებას სრულიად უპრობლემოდ. პირველ რიგში გავხსნათ ჩვენი ბრაუზერი. შემდგომ გადავიდეთ მითითებულ ლინკზე, რომელიც იქნება ვიდეოს აღწერაში ჩასმული აუცილებლად. ამის შემდგომ დავაჭროთ add to Vivaldi ან add to browser, გააჩნიათ თქვენ რომელ ბრაუზერს იყენებთ მეგობრებო. და აი ამ პატარა შესანიშნავი აპლიკაციის დახმარებით თქვენ შეძლებთ Google CAPTCHA-ს, აი მსგავსი სახის პრობლემების თავიდან მოშორებას. თუ როგორ შეძლებთ ამ პატარა აპლიკაციის მიხედვით მსგავსი პრობლემის მოგვარებას, ეხლა ვეაგიხსნით. როგორც კი თქვენ ნებისმიერ ვებსაიტზე შეგვხვდებათ მსგავსი სახის, ასე ვთქვათ, მე არ ვარ რობოტის დასამოწმებელი გრაფა, ეგრეთ წოდებული Google CAPTCHA, დააწექით მეგობრებო აი ამ ყვითელი ადამიანის გამოსახულებას, რომელსაც მწვანე ეგრეთ წოდებული ბწიჩკა, ანუ ეგრეთ წოდებული გამწვანებული OK შეიძლება დავარქვათ აქვს და ის ავტომატურად მონიშნავს სწორ პასუხებს, რის შემდეგაც ის უპრობლემოდ შეივსება სწორი პასუხი ჩაგეთვლებად და შეძლებთ თქვენ საიტის გამოყენებას. დღეისათვის სულ ეს იყო, რაც თქვენთვის მინდოდა მესწავლებინა. ყველას გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის. თუ რომელიმე თქვენთაგანს გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში ან დამიკავშირდეთ ჩემი მეილის გამოყენებით, რომელიც მითითებულია აბსოლუტურად ყველა ვიდეოს აღწერაში. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.